ეს არის Excel-ში შემუშავებული სილამაზის სალონის მართვის პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად და ორგანიზებულად მართოთ მომსახურებები, წინასწარი ჩაწერები, მომხმარებლები, თანამშრომლები და ფინანსური ოპერაციები. პროგრამა შედგება რამდენიმე გვერდისაგან. მთავარი, ეს არის მთავარი სამუშაო ფანჯარა, სადაც ხდება მომსახურების გაფორმება, წინასწარ ჩაწერა, სასაჩუქრე ბარათების რეალიზაცია და სალაროს მართვა. Orders – გაწეული მომსახურებების რეესტრი. Services – მომსახურებების ჩამონათვალი და ფასები. Staff – თანამშრომლების სია. Customers – მომხმარებლების სია. Appointments – წინასწარ ჩაწერების სია. Gift card – სასაჩუქრე ბარათების რეესტრი. Next appointments – დღევანდელი ან არჩეული დღის ჩაწერების სია. Analytics product – შემოსავლების ანალიტიკა მომსახურებების მიხედვით. Analytics top – ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებები. Cashier – სალაროს ოპერაციები, შეტანა, გატანა, ავანსი. Total cash – ფულადი ნაკადების ერთიანი ხედი. ფინანსური შედეგები – თვეების ჭრილში ფინანსური შეჯამება. თანამშრომლები. შეიტანეთ თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია ცხრილში staff. კერძოდ, სახელი და გვარი. დანარჩენი ველების შევსება არ არის სავალდებულო. ეს ინფორმაცია გამოიყენება მომსახურების მიწოდებისას. ამ ცხრილში ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ ფიქსირებული ხელფასის ან მომსახურების პროცენტის შესახებ ინფორმაცია. ასევე დამატებით თქვენთვის სასურველი სხვა ნებისმიერი ინფორმაცია. მომსახურებები. ამ შიტზე უნდა შეიტანოთ იმ მომსახურებების სია, რასაც თავაზობთ მომხმარებელს და მათი სტანდარტული ფასები. აქციის ფასი ივსება მხოლოდ იმ დროს, როდესაც სააქციო პერიოდია. გაითვალისწინეთ, რომ თუ სააქციო ფასი შევსებულია, მაშინ მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული იქნება ეს ფასი. მომსახურებების შესახებ ინფორმაცია, ისევე როგორც თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია, გამოიყენება მომსახურების მიწოდებისას. წინასწარ ჩაწერა. წინასწარ ჩაწერისთვის გადადით შიტზე მთავარი და დააჭირეთ ღილაკს წინასწარ ჩაწერა. გაიხსნება ფანჯარა, სადაც პირველ რიგში უნდა აირჩიოთ არსებული მომხმარებლის ჩაწერას აკეთებთ თუ ახალი მომხმარებლის. თუ კი მომხმარებელი უკვე არსებობს თქვენს ბაზაში, მაშინ მონიშნავთ ღილაკს არსებული მომხმარებელი და გამოიყენებთ ჩამოსაშლელ სიას, ხოლო თუ კი მომხმარებელი ახალია, მაშინ მონიშნავთ ღილაკს ახალი მომხმარებელი. ღილაკის მონიშნის შემდეგ გააქტიურდება ველები, სახელი, გვარი და მობილურის ნომერი, სადაც მიუთითებთ შესაბამის ინფორმაციას. ამის შემდეგ, როგორც ახალი, ასევე არსებული მომხმარებლის შემთხვევაში, დგებით ველზე დღე, სადაც გამოჩნდება კალენდარი და აირჩევთ თქვენთვის სასურველ დღეს. შემდეგ დადგებით ველზე საათი, გამოჩნდება ფანჯარა, სადაც თქვენ უთითებთ ჩაწერის საათსა და წუთს. ფანჯარაში დაკავებული საათები ჩანს ამ დღეს უკვე დაჯავშნილი საათები და მომსახურებები. ამის შემდეგ დგებით ველზე პროცედურა, სადაც გამოჩნდება პროცედურების სია, რომელთაგანაც აირჩევთ თქვენთვის სასურველს და დააჭერთ ღილაკს დადასტურება. წინასწარ ჩაწერის დროს სურვილისამებრ შეგიძლიათ გააკეთოთ კომენტარი. მას შემდეგ, რაც შეავსებთ ყველა აუცილებელ ველს, დააჭერთ ღილაკს დადასტურება. ჩაწერა აისახება შიტზე appointments. მომსახურების მიწოდება. ახალი მომსახურების გაფორმებისთვის გადადით გვერდზე მთავარი და დააჭირეთ ღილაკს მომსახურების გაწევა. გაიხსნება ფანჯარა, სადაც პირველ რიგში ირჩევთ მომხმარებელს, ვისაც უნდა გაეწიოს მომსახურება. აქ გვაქვს ორი ვარიანტი: ახალი მომხმარებელი და არსებული მომხმარებელი. ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია. თუ კი მომხმარებელი ახალია, დააჭირეთ ღილაკს ახალი მომხმარებელი. ამის შემდეგ გამოიტანს ფანჯარას, სადაც შეგაქვთ ახალი მომხმარებლის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, არასავალდებულო ველი, მობილურის ნომერი, სავალდებულო ველი და კომენტარი. მონაცემთა შეყვალის შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს რეგისტრაცია. ამის შემდეგ ველში აირჩიე მომხმარებელი. აირჩიეთ ახალშექმნილი ან თქვენთვის სასურველი სხვა მომხმარებელი. შემდეგ უნდა აირჩიოთ გასაწევი მომსახურება, რისთვისაც უნდა დააჭიროთ ღილაკს მომსახურების დამატება. გაიხსნება ფანჯარა, სადაც ველში მომხმარებელი გამოჩნდება თქვენს მიერ არჩეული მომხმარებელი.
გასაწევი მომსახურების დამატება ხდება ღილაკით, აირჩიეს სერვისი, რომელზეც დაჭერის შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა, სადაც აირჩევთ სასურველ მომსახურებას და დააჭერთ ღილაკს დადასტურება. იგივე ქმედებაა საჭირო მომსახურების გამწევი თანამშრომლის დამატებისათვის. კერძოდ, აჭერთ ღილაკს აირჩიე თანამშრომელი, ირჩევთ თქვენთვის სასურველ თანამშრომელს და აჭერთ ღილაკს დადასტურება. აქვე სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ კომენტარი. ამავე ფანჯარაში შესაძლებელია მომსახურების გაწევასთან ერთად იგივე მომსახურებაზე წინასწარ ჩაწერა, რისთვისაც პირველ რიგში დგებით ველზე მომდევნო ვიზიტი, დღე, გამოჩნდება კალენდარი, საიდანაც ირჩევთ თქვენთვის სასურველ დღეს. ამის შემდეგ დგებით ველზე მომდევნო ვიზიტი, საათი, გამოჩნდება ფანჯარა, სადაც თქვენ უთითებთ ჩაწერის საათსა და წუთს. ფანჯარაში დაკავებული საათები ჩანს ამ დღეს უკვე დაჯავშნილი საათები და მომსახურებები. მას შემდეგ, რაც დაასრულებთ ყველა შესაბამისი ველის შევსებას, დააჭირეთ ღილაკს მომსახურების დამატება. დამატებული მომსახურების შესახებ დეტალები აისახება შესაბამის ფანჯარაში. გაიმეორეთ ეს პროცესი იმდენჯერ, რამდენი მომსახურების დამატებაც გსურთ. როდესაც ყველა მომსახურების დამატებას დაასრულებთ, დააჭირეთ ღილაკს დადასტურება. ღილაკზე დაჭერის შემდეგ დაიხურება მომსახურების დამატების ფანჯარა და დაბრუნდებით მომსახურების გაწევის ძირითად ფანჯარაზე, სადაც მომსახურების ფასი, სულ გადასახდელი და დასაბრუნებელი ხურდა ავტომატურად გამოითვლება. რედაქტირება. მონიშნეთ მომსახურება, რომლის რედაქტირებაც გსურთ და დააჭირეთ ღილაკს მომსახურების რედაქტირება. გაიხსნება ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ გასაწევი სერვისი, თანამშრომელი, კომენტარი და მომდევნო ვიზიტის დეტალები. რედაქტირების დასრულების შემდეგ აჭერთ ღილაკს დადასტურება. იმისათვის, რათა დაასრულოთ მომსახურების გაწევა, უნდა მიუთითოთ გადახდის მეთოდი, ნაღდი, ბანკი ან სასაჩუქრე ბარათი. მიღებული თანხის მეტობის შემთხვევაში დააბრუნეთ ხურდა. ბოლოს დააჭირეთ ღილაკს დადასტურება. გეგმიური ვიზიტები. შიტზე appointments აისახება როგორც წინასწარი ჩაწელის მოდულიდან განხორციელებული ჩანაწერები, ასევე უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს რეგისტრირებული განმეორებით ვიზიტები. სასაჩუქრე ბარათები. სასაჩუქრე ბარათის გაყიდვისთვის უნდა გადახვიდეთ შიტზე მთავარი და დააჭიროთ ღილაკს სასაჩუქრე ბარათის გაყიდვა. ამის შემდეგ გამოიტანს ფანჯარას, სადაც შეგაქვთ ახალი სასაჩუქრე ბარათის შესახებ ინფორმაცია. უნიკალური ნომერი ავტომატურად გენერირდება. სახელი და გვარი მყიდველის ან ვისთვისაც ყიდულობენ. სასაჩუქრე ბარათის თანხა. ვადა, მოქმედების ვადა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ბოლოს დააჭირეთ ღილაკს დადასტურება. შესაბამისი ინფორმაცია აისახება gift card sheet-ზე. სალარო. ამ მოდულის გამოყენებით თქვენ შეგეძლიათ აკონტროლოთ სალაროში თანხის შეტანა და გატანა. ფანჯარაში შეგხავთ შემდეგი ინფორმაცია: ოპერაციის ტიპი, თანხის შეტანაა თუ გატანა, თანხა, დანიშნულება. შეყვანილი ინფორმაცია ავტომატურად აისახება შიტზე cashier. ავანსის გაცემა. ამ მოდულის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ სალაროდან თანამშრომელზე ავანსის გაცემა. ფანჯარაში შეგყავთ შემდეგი ინფორმაცია: თანამშრომელი, თანხა, კომენტარი. ბოლოს დააჭირეთ ღილაკს დადასტურება. შეყვანილი ინფორმაცია ავტომატურად აისახება შიტზე cashier. წინასწარ ჩაწერების კონტროლი. ამ შიტზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტულ დღეს არსებული ჩაწერები, ასევე მიმდინარე დღეს არსებული ჩაწერები. ანალიტიკის გვერდები. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ როგორც პროდუქტების მიხედვით ჯამურად მიღებული შემოსავალი, ასევე ყველაზე პოპულარული მომსახურებები. დღის, კვირის, თვის და ყველა დროის ჭრილში. ეს ყველაფერი გეხმარებათ მარტივად და ეფექტურად გაანალიზოთ, რა მუშაობს საუკეთესოდ თქვენ სალონში. ფინანსური მოდული. შემოსავლებისა და ხარჯების მონაცემები ინახება შიტებში cashier, total cash და ფინანსური შედეგები. პროგრამა აჯამებს ნაღდი ფულის მოძრაობას და გაცდვით მოკლე ანალიზ თვეების ჭრილში.
პროგრამის კოდი დაცულია პაროლით, რაც გამორიცხავს არასასურველ ცვლილებებს ფუნქციონალში. ფინანსური მონაცემების შეცვლისგან დაცვისთვის შესაძლებელია დამატებითი შეზღუდვების დაყენებაც.